დღეს ჩვენ მდგევართ უსრულის წინაშე და თუ გადავიჭერთ, იქიდან ამოსვლა ძალიან გაგვიჭირდება. დღეს არის ის მომენტი, როცა ჯერ კიდევ შესაძლებელია ქვეყნის მომავლის გადარჩენა. ერთადერთი გზა ამისი არის, რომ ყველამ გვერდზე გადავდოთ ჩვენი პირადი მიზნები, ჩვენი პირადი ამოცანები, ამბიციები, გავერთიანდეთ, რათა აღვადგინოთ დემოკრატიული წყობა და მისწრაფება, როგორც წერია საქართველოს კონსტიტუციაში, ჩვენ როგორც დასავლეთში მცხოვრები და საქართველოს შემოქმედები ადამიანები გარკვეულწილად ვალში ვართ ქვეყნის წინაშე და ჩვენი ძალა და გულისხმობა არ უნდა დავიშუროთ, რომ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც არის ჩვენი კომპეტენცია და შესაძლებლობები, მხარში ამოვუდგეთ საქართველოში ცხოვრებ და საქართველოში მებრძოლ თავისუფლების მოყვარულ მოსახლეობას. ყოველ საღამოს ვუყურებ რუსთაველიდან ჩართვებს, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი ენერგიის და იმედის მომცემი. ზოგჯერ არის მომენტები, როდესაც რაღაც შეიძლება ხელი ჩაიქნიო ყველაფერზე, იმდენი ნეგატიური ინფორმაცია ერთბაშად მოდის, მაგრამ არა, სწორედ ეს ხალხი ჩემთვის პირადად არის მაგალითი გამძლეობის და მე არ მაქვს უფლება უკან დავიხიო, როდესაც აი ეს ადამიანები ყოველდღე იქ წვიმაში თუ ამ რეპრესიის რისკის ქვეშ მაინც გადიან ყოველდღე. ამიტომ მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ